სახისკანის ტიპები და მისი მდგომარეობა. სადუშვებ ჩვენ შეცდომას, როცა ვარჩევთ მოვლის საშუალებებს. ზოგადად არსებობს კანის სულ 4 ტიპი. პირველი ეს არის ნორმალური ტიპის კანი, მეორე ეს არის მშრალი კანი, მესამე ეს არის ცხიმიანი კანი და მეოთხე არის კომბინირებული კანი. მაგრამ ყოველ კანს რაღაც პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო, შეიძლება იყოს გარეგანი ფაქტორები და ასევე შინაგანი ფაქტორები, ეცვლება მდგომარეობა. აი აქ არ უნდა დაუშვათ შეცდომა და მივხვდეთ ეს არის ჩვენი კანის ტიპი, რომელიც სულ ყოველთვის გვაქვს, თუ ამჟამად კანი იმყოფება რაღაც გარკვეულ მდგომარეობაში. რა მდგომარეობაა ეს? ეს პირველი არის გაუწყლულება, მეორე ეს არის მომატებული მგრძნობელობა, ასევე ეს არის პრობლემური კანი, ანთებითი პროცესები როცა იწყება კანზე და ასევე ეს არის ასაკობრივი კანი. რას ნიშნავს ეს მდგომარეობა? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესღაც თქვენ გქონდათ მაგალითად ცხიმიანი კანი, მაგრამ ერთ დღეს კანმა დაიწყო გამოშრობა. ეს უკვე ნიშნავს, რომ თქვენი კანი გადავიდა, მაგალითად, მან შეიძლება ორი შესაძლებლობა იყოს, ან გრძნობელობა მოემატა, ან მაგალითად შეიძლება გაუწყლულდა. ამიტომაც უკვე საშუალებებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ვარჩევთ კანის მდგომარეობის მიხედვით და არა იმის მდგომარეობით, რაც მაგალითად ჩვენ ვიყენებდით სანამდე ამ მდგომარეობაში შევიდოდა კანი. აი ეს გაითვალისწინეთ, ჩემო კარგებო, დიდი ვიდეო მინდა ამაზე ჩავწერო, ვეცდები რომ დაწვრილებით ეს ყველაფერი მოგაწოდოთ. თუ დაინტერესებულები იქნებით, მომწერეთ კომენტარებში.